ქალაქის პროკურატურას გადაეცა ბუდარობაქიძის საქმე და პროკურორი რომელიც აწარმოებდა საქმეს მთავარ პროკურატურაში საერთოდ ჩამოაწიეს ამ საქმეს თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით მე ახლა რომ მოვდიოდი 9 საათის უკან დამირეკა ბატონმა ირაკლი შოთაძემ მთავარ პროკურორის პირველი მოადგილე რომელსაც მიყავს გამოძიება მე პიროვნულად შეიძლება ამ ადამიანებთან გაუფლება მაქვს ხო რომ პიროვნულად არავითარი ზუდი ურთიერთობა არ მაქვს მაგრამ როდესაც კმილაშვილი წავიდა ამ სტრუქტურიდან შემდეგ მოვიდა ის ირაკლი ფიცხალაძე ხო ფარცხალაძე ნუ ეს ახლა ცოტა ხანი იყო და მე ამ დროის განმავლობაში მე საერთოდ არ ვიცოდი დაახლოებით არ ვიცოდი 1-4 თვე რომ საქმე საერთოდ ჩიგოვანი გამოშორებული იყო ამ საქმეს და გადატანილი იყო ქალაქის პროკურატურაში და მე როგორ დაზარალებულს ხო უნდა მწონოდა ხო ეს პროკურატურაში ქალაქის პროკურატურაში გადავიდა თურე ასე ჯერ თვითონ მთავარ პროკურატურას არაა გაკეთებული არაფერი პრაქტიკულად ამ საქმეზე თავიდანვე მე მარტო ეხლა არ ვიძახი თავიდანვე ეხლაც ეს საქმე გადაიტანეს ქალაქის პროკურატურაში და ჯერ დაკითხული არ აყავთ ყველა მოწმეები სასამართლო არც კია ჩანიშნული თითქმის აგერ 1 წელი გადის უკვე ბოლო სასამართლოდან არც კი პროკურორმა არც იცოდა როდის იქნებოდა სასამართლო რა ეხლა დღეს მითხრა დამირეკა ირაკლი შოთაძემ რომ ვითომ თვის ბოლოს იქნებაო და ხვალე მაქვს შეხვედრა მასთან დღის მეორე ნახევარში თვითონ დამიკავშირდება უეცლება და უნდა ვისაუბროთ რაღაც საკითხებთან ალბათ ისეთ საკითხებთან რომელიც რაღაც ნაწილი ვიცი ალბათ რაღაც ნაწილი არ ვიცი ამ საქმეს აუცილებლად გადაეტანე მთავარ პროკურატურაში მე ამას მოვითხოვ იმიტომ რომ ეს საქმე არის ორად გაყოფილი ერთი პოლიციელების და მეორე საქმე არის ჩინოვნიკების და ჩინოვნიკების საქმე ჯერ საერთოდ არ დაწყებულა და ეს არ არის ქალაქის საქმე ეს არის მთავარი პროკურატურის საქმე რესპუბლიკის მასშტაბით და ალბათ გადაიტანენ მე ამის მოთხოვნა მექნება აუცილებლად ნახოთ ახლა შეიძლება ეს პირველი რომელიც პოლიციელებს ეკუთვნის წავიდეს ეს ქალაქის პროკურატურიდან მაგრამ ჩინოვნიკებს და თანამდებობის პირებს რაც ეხება მე ორად არის გაყოფილი ეს საქმე ერთ ჩემს დაიწყება იმას ალბათ აუცილებლად თავად პროკურატურა გამოგვიძიებს ეს ჩემი მოთხოვნა იქნება იმიტომ რომ მათ არ შეუსრულებიათ ჯერ არავითარი არანაირი მე ვთქვი რომ პროკურატურაში ჭირს პროფესიონალიზმი ნამდვილად ჭირს აი დამიჯერეთ რა ახლა მე რო ხვდები ადამიანებს და ვესაუბრები ამათი წლის განმავლობაში მხელა გამოცდილება მივიღე რომ გრძნობ რომ რაღაცებში იმაზე მეტიც ვიცი რა ხო არა მაქვს იურიდიული განათლება არა მაქვს მიღებული მაგრამ რაღაცებში იღებს ხო ადამიანი გამოცდილებას არ უნდა ჩემი აზრით არ უნდა ჩამოეშორებიათ ის ხალხი ამ საქმისთვის იმიტომ რომ ეხა ეს არის დროის მოგება და მეტი არაფერი და მოიგეს კიდევაც ეს დრო ამდეხანი 2 წელია გავიდა ხო მის შემდეგ და საერთოდ არც ერთი საქმე ბოლომდე მიყვანილი არაა გახსოვთ თქვენ რომ ბუტა საქმე დაიწყო თავიდან ხო იყო ეს საქმე 4 ხეულში მერე დაიწყო ზურაბ ჟვანიას საქმე ხო ატყდა ამაზე ერთიაბა მივლენ რაღაცაზე და მერე უცებ ისე გაითიშებიან და გაჩერდებიან ვითომც არაფერი რა ხო მართავს მაგობა რა ვისაც მეუბნები რომ ვინც არის დასაკითხი აი მაგალითად ოქრუაშვილის თემასაც ვიხები მე გაზეთში ხო ოქრუაშვილის თემაზე ოქრუაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ოქრუაშვილის ბრძანებით ადეიშვილის ბრძანებით ჩაიდო იარაღები და ის ბიჭები რომლებიც იმ დღესვე გაათავისუფლეს ბუტას მეგობრები მაგათივე ბრძანებით შეუშვეს ციხეში და ოქრუაშვილი არის სულთა ეხლა თავიდან ბოლომდე რა ხა გეკითხებით მე თქვენ რა თავარი ვინც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ოქრუაშვილი საერთოდ გათავისუფლებულია ყველანაირ პასპორტებებზე არის გათეთრებული აბა ეხლა მე გეკითხებით როგორ დაადგებიან ესენი სწორ გზას ვერ დაადგებიან ვერანაირად იმიტომ რომ ოქრუაშვილი ბევრ ვიღაცებს დაადებდა ხელს და ბევრ ვიღაცებზე დაიწყებდა ლაპარაკს რა მაგრამ ამას ხელს აკიდებენ ადეიშვილი გაქცეულია მე მაინტერესებს ეხლა სააკაშვილი აგეხა აჭარულ ხაჭაპური ჩამოენატრება და ჩამოვა სარფთან ეგ შეჭამს წავა ის რა აბა ვინ უნდა აგოს პასუხი აი ავიღოთ ეხლა ჩემი მეგობარია იცი თქვენ იური ბაზაკაშვილი და ერთ დღეში ვართ ხო იურის ბავშვის საქმეში ვინც არის სულ ყველა არის დაწინაურებული ზოგია პოლიციის უფროსი ზოგი რა ვიცი თანამდებობის პირები არის სულ ყველა პროკურატურა და პოლიცია არის გასაწმენდი თავიდან ბოლომდე აი 80% გასაწმენდი დღეს თუ ვინმე ხელს უშლის პროკურატურას და პოლიციას უშლის ის ხალხი რომელი ხალხიც აი ძველი გადმონაშთები არიან იქ ნაციონალების დროს ისინი აფუჭებენ აი ხა რეიდები როა პატრულშიც საქმეს რო იძახიან წემენ ხელს გვიტყამენ შეურაცხყოფას გვაყენებენ და თუ ესე არ იქნება მე კიდე გეუბნებით რომ შედეგი არ იქნება და ამას არ მოყვება ცოტა ამბავი
იმიტომ რომ არ იქნება ჩემი შედეგი, არ იქნება ჟვანიას შედეგი, არ იქნება ვაზაკაშვილის შედეგი, არ იქნება ერთი, მეორე, მესამე ასეთი საქმეები ძალიან ბევრია. რა თქმა უნდა, მე ეს ერთ დადგება იმის საკითხი, რომ პროტესტი გამოხატო, ქუჩა იქნება, ტელევიზია იქნება, ევროპოლის სასამართლოები იქნება თუ რაც იქნება. არ უნდა გაიწელოს. უნდა ეყოთ იმის გამბედაობა, რომ ამ ხალხს მოთხოვონ პასუხი. დონაძე, მიქაძე და ეს ხალხი, რომლებიც ძალიან ბევრ საქმეებში არიან, ხო, დონაძე ყოველგან არ შეიძლება დადიოდნენ ქირაუთი, არ შეიძლება მათ ერთმანეთთან კომუნიკაციები ქონდეს, იმიტომ რომ ეს თვითონ გამოძიებას უშლის პირველ რიგში ხელს და ეს ვერ გავაგებინე ამ ხალხს. ავტომატი, რომელიც მიქაძეს ხელში უჭირავს, იძახის, რომ რობაქიძემ გააკეთა ბანდიტმა, გასროლა ააცილა პოლიციელს და საფასურის როლით ის ავტომატი საწაიღეს. 11 თვის მერე თვითონ ნაციონალების დროს მოუხსნეს ეს ავტომატი ბუტას და მიქაძემ საწაიღო ის ავტომატი, ხა ეძებენ, რას ეძებენ? მეგეუნებით ირაკლი, ფირცხალავას, პოლიციიდან წამოვიდა ტყუები და ავტომატები ვადებ პირდაპირ ხელს და მიჩივლო სადაც უნდა. რომელიც გაბუნიას, აი რუსთავორზე მიყვანილი ყავდა, რაღაც არასამთავრობო გაიხსნა ახლა, იმიტომ რომ დაიჭირონ, ხო ესენი ვანომერაბიშვილს კი არ ახსენებენ როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს, ახსენებენ როგორც გენერალურ პარტიის ლიდერს და პრემიერ-მინისტრს და პოლიტიკოს დავიჭირეთ თუ იძახიან რა. იმას კი არ ახსენებენ 9 წელი სად იმუშაო. აი რუსთავი ორიც ამას უწყობს ხელს. რო ვინც მიდის პოლიდევნები, მე აი გეუნებით. ადეიშვილსაც და სააკაშვილსაც. აგერ აი რუსთავი ორი. მე დაუდგები თავდებათ ერთსაც და მეორეს, ჩემი შვილი საფლავს ფიცავარ. თუ ეგენი დამნაშავე არ აღმოჩნდებიან, 1 საათი ვერ დააკავებენ. 1 საათი. და ჩამოვიდნენ და თავის ქვეყნის კანონებს პატივისცემ. სხვათა შორის იმ კანონებს, რომელიც ჯერ 80% მაგარი დაკანონებულია. პოლიტპატიმარი, საწყალი პოლიტპატიმარი ყოფილა ადეიშვილი და სოთოფურიზე გაქცეული რო არის, რამდენს მოკიდება ხელს პოლიტპატიმრები არიან. პოლიტპატიმრები კი არ არიან, ეგენი არიან ყველა ციხეში და ბოკერია და წავიდნენ ახლა ამერიკაში, მინდა ამ თემას შევახვდო, რატომ? იმიტომ რომ უნდათ ახლა თავი გაიправონ, იქ ფულები აქვს გადახდილი ლობისტებთან და ვისაც იჭერა თურმე ყველა პატიმრა. საწყალი იტალიის პრემიერ-მინისტრის და საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტპატიმარი ყოფილა და ისა რა ქვია, ამერიკელებმა სამი პრეზიდენტი მოკლეს თვითონ და ნახევარზევაც სასამართლოებს დაათრევენ დღე-დაღამე რა. ვის რა თუნდა ეგეთი ამერიკა შინაურ საქმეებს თვითონ მიხედავს მაგათმა და ჩვენ რაც არ უნდა დაგვიждდეს. ჩავალთ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ეს საქმეები არ გადაწყდა კარგად. და თუ ის პოლიტპატიმრები არიან, იმდენი მასალები მაქვს, იმდენი ფილმები მაქვს დაგროვილი ამაზე, რომ მე გამოვიდეს რუსთავი ორი და ამართლოს გინდა მიშა და გინდა ადეიშვილი რა. და კიდე ვიდეოდა ერთ საკითხს შევხებოდი რაღაცას რა, რომ იმასთან დაკავშირებით, რა ქვია, ხო, სიმართლე გითხრათ გადამორდა გულიდან, მაგრამ ასე კი აქვს ფიცხალებას იარაღი ვერ კითხვა ვერ გავიგე აქვს თუ სად არის შემოკარგო და არის პოლიციაში სადღაც მაშინ იყო ფიცხალებას და ვაკის პოლიციაში დარწმუნებული ვარ ეს იარაღები წამოიღეს სხვადასხვა პოლიციიდან და დაუბრუნეს მერე პატრონს ან შეიძლება ის იარაღები საერთოდ ეს რა ქვია საერთოდ არ არსებობს ეხლა თქვენ გასვოთ ფირცხალება გამოვიდა და თქვა რომ აი იარაღები ქონდაო ამ ბიჭებს ხო? მაშინ დაუსვით კითხვა და უთხარით რა. თუ ქონდათ ეს იარაღები ჩამორთმეული ბავშვებს ხო უნდა ქონდათ. ნომერი მოიტანოს იმ იარაღების და დადოს აქ. ნომრები მოიტანოს იმ იარაღების რა. უტას ავტომატის ნომრები მოიტანოს და ასე შემდეგ. ხო ქონდათ ამ ბავშვებს. თქვენ აი მაგ ინტერვიუში ამბობთ რომ პროკურატურასთან ძალიან გაჭირდა კომუნიკაცია და თვეების. დიახ, აი მე გეტყვით რა, დღეს შემეხმიანა შოთაძე. არ ვიცი, მე უკავშირებ იმას, რომ წაიკითხა ალბათ პრაიმ ტაიმში ეს და მე მგონი თვითონაც ახსენა თუ არ ვცდები, მაგრამ მე მას დაურეკე რამდენჯერმე პირში უთხარ. მომცა თვითონ ვიზიტკა, რამდენჯერმე დაახლოებით 10 ჯერ თუ 12 ჯერ დაუკავშირდი, მაგრამ ნუ ვერ კომუნიკაცია არ აღდგა ჩვენ შორის რა. ხა თვითონ მითხრა რომ მე უთხარი ხა რაც მართალია უთხარი რომ აი თქვენმა ყოფილმა პრეზიდენტის უფროსმაც იცის ორჯერ იმას დავავალე კითხეთ და გეტყვით ის ბიჭი დღეს არ მუშაობს თემური ნუ ასე თუ ისე ეხლა პიროვნულად ცუდი ადამიანი არ არის მაგრამ ასეთი საქმეების გადაწყვეტას მარტო მთავარი პროკურორი და პროკურორის მოადგილე არ ჭირდება ასეთ საქმეების გადაწყვეტა ჭირდება პოლიტიკური ნება ჭირდება ეს აი რო ჩამოდიან ეხლა ეს საზღვარგარეთიდან და რამდენი არასამთავრობო ეს არასამთავრობები მე 2004 წლიდან არ მინახე რომ ვინმე ბრძოლობდეს ელჩები ჩამოვლენ დაახვედრებენ ვიღაცა რაც გადაარჩინეს სიცოცხლეს გაკეთებული აქვს
90 არასამთავრობოს და 9 პარტიას არაა გაკეთებული. ის სტატისტიკები, რასაც ახლა თქვენ კითხულობთ, რომ ამდენი პატიმარი იყო, ამდენია მოკლული, ამდენია გამხრალი, ამდენია ნაწამები, სულ ჩვენი გაკეთებული სტატისტიკაა ამ ორგანიზაციის. და რატომღაც ეს ორგანიზაცია არ უნდა ეთყობა ის გრანტებს და იმას, ვინც იღებს ჩვენ ფინანსებზე უარი ვთქვით საერთოდ და გრანტებს და იმას, ვინც იღებს ის ხალხი უნდა ეთყობა იქ რა, რო ყავდეთ რა. ეს და მართლა ხდება ფარდი ხა ჩვენ ვაპირებთ, არ ვიცი ხა თუ აქ ჩვენ ალბათ ახალ წლამდე მოვიცდით, თუ აქ არ გადაწყდა ეს რაც გადასაწყვეტია და თუ არ გამოსულდა გინდა ვაზაკაშვილის საქმე, გინდა ჩემი საქმე, გინდა ასე შემდეგ. აი ეს ერთიანი ვადა რაზე ახსენდა? ერთიანი ვადა არ უხსენებია თვის ბოლოს დაიწყება სასამართლოებია, მაგრამ თან ეხლა ის ჩამირთო რომ ეს გამოძიებაო, ცოტა ძველი კბილაშვილის დროის სახე, ცოტა იქაც გაფუჭებული აქვს. მე ვეუბნები რომ გააჩერეთ მაშინ ეს გამოძიება. ეხლა კაი, ნუ ეს გააფუჭეს ხო ეს? მეორე ხო არის სადა ჩინოვნიკები იყო და უთხარი ხა თქვენ გამოვიძიეთ, კარგად მეთქვი რა. ეს გამოძიებები ვინც გააფუჭა პროკურატურაში, ვინც იყო პასუხისმგებელი გამოძიებაზე პროკურატურაში. და არა ერთი საქმე გაფუჭებულა. იმ ადამიანებმა და იმათმა უფროსმაც პასუხი უნდა აგოს ამასთან დაკავშირებით რა. და ეს არის სხვათა შორის ოცნების გასაკეთებელი. ამას ნაციონალები ვერ გააკეთებენ რა. ეხლა ბუასავეთ რო აქვს ეს ნაციონალები. ჩვენ თუ არ მოვართ, აგერ ნაციონალები მოვლენ უნდა მისი ხმა. ეგ ნაციონალების გაიწევიან 2 წელიწადში რა. ნახოთ ეხლა და რა თქმა უნდა ეხლა თქვენ როგორ გონიათ 10 წელი მე 10 წელი მე ყველაფერი შევწირი ამ საქმეს და ეხლა ვიღაცა წესიერად ვერ გამოიძიებს ან ისე არ დაიჯება და გავჩერდები კი არ გავჩერდები მე ერთხელ თქვი და კიდე ვიძახი 2007 წელი მოგონილი იქნება და ეს მარტო მე არა ვარ აქ მარტო მე არა ვარ ჩვენ გადაარჩინეს სიცოცხლეს 400.000 კაცის ხელმოწერა გვაქვს დადებული ოცნება რომ მოსულები კი დიახ ხო და ესე არ დამთავრდება ეს თუ არ დამთავრდება, მაშინ ნებისმიერი ადამიანი მკვლელი იტყვის, მე რატომ მიჭერთ, თუ იმ კაცს არ დაიჭერთ. თუ იმ კაცს არ იჭერთ, მე რატომ მიჭერთ? არ იტყვის ნებისმიერი? არა, ჩემი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაუბრუნდეს უკან. ახლა აქ დიდი მნიშვნელობა კი არა, ქალაქის სასამართლო გამოიძიებს. უბრალოდ აქ არის პრესტიჟის ამბავი, რომ ეს საქმე უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ, მთავარი პროკურორის და მთავარი პროკურორის მოადგილის ქვეშ. ყოველ დღეში ერთხელ თუ არა, 2 დღეში ერთხელ ასაკს უნდა კითხულობდნენ. არა ეგ რომ იგდებული იყოს სადღაც ქალაქის ამ საქმეს მე თვითონ არ დავტოვებ, არსად სადაც არ უნდა იყოს, თუ უნდა წაიღოს ესტაფონის პროკურატურაში. გადაიტანონ, მაგრამ გეუბნებით რომ მე თვითონ 4 თვის შემდეგ გავიგე, აი ის რომ მოვიდა კვილაშვილი, რო წავიდა და მოვიდა ახალი მთავარი პროკურორი, მაშინ გადავიდა ეს. ის რა ქვია. ხო ეხლა არა მე პოლიტიკოსი არა ვარ უბრალოდ პოლიტიკურს არ ვეხები მე მინდა ერთი რამე თქვა რომ ეხლა ამ დღეებში დადის ეს ეხლა უბრალოდ არის საზოგადოების საქმე და იმიტომ ვიძახი რომ აი ეხლა ნაციონალები გადაწყდნენ მე მინდოდა ამაზე ერთ სიტყვა მეთქვა და ერთი წუთით ვიტყვი რომ გადაწყლებას მოახდენენ მოვლენ არ მოვლენ იცი რა ნაციონალების მოსვლა მარტო ის არ არის მე გეუბნებით ქართულმა ოცნებამ მთავრობამ რო გაუხსნას ნაციონალებს კარები და დაპატიჟოს მობრძანდეთ ეხლა და მთავრობაში თქვენ იყავით პარლამენტში თქვენ იყავით ხო მაინც ვერ მოვლენ. ეგენი თუ მოვლენ საქართველოში დაიწყება მეორედ მოსვლა. იმიტომ რომ მაგათი ლიდერები პირდაპირ გეუბნებით რა. მე ხა ის კაცი არა ვარ რომ ამათმა გადამიყვანეს ჭუიდან. ვართ რამდენიმე ადამიანი რომელსაც თავი გვაქვს გადადებული რა. თუ შევხედეთ მახსაში შროებას რომ ის ათეული რომელიმე ლიდერი მოდის მე ჩემი შვილის საფრთხეში ვარ მე თვითონ დავხოცავ იმ ათეულიდან იმ ნაციონალების ლიდერებს რა რომ ვერ მოვიდნენ აქ. სანამ მოვლენ და მთავრობაში დაждდებენ და დაცვით ივლიან.